Don't play games with this president's in office. რა გზავნილი მიიღო დანარჩენმა მსოფლიომ ვენესუელაში შეერთებული შტატების მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციით, რომლის შედეგადაც ნიკოლას მადუროს მმართველობა დასრულდა. სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მარალაგოში გამართულ პრესკონფერენციაზე მკაფიო გზავნილი ჰქონდა. This is a president of action. დონალდ ტრამპი არის პრეზიდენტი, რომელიც მოქმედებს, არ მესმის ამას აქამდე როგორ ვერ მიხვდნენ, მაგრამ თუ ეს აქამდე არ იცოდით, ახლა იცით. ფიქრობ, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ის არ არის პრეზიდენტი, რომელიც უბრალოდ საუბრობს. თუ ის ამბობს, რომ საკითხს სერიოზულად უდგება, ის ამას ნამდვილად გულისხმობს. ფიქრობ, მთავარი გზავნილი მსოფლიოსთვის უნდა იყოს, რომ პრეზიდენტი ტრამპი არ ეძებს მიზეზებს კონფლიქტების დასაწყებად. ჩვენ ხვდებით ნებისმიერს ვესაუბრებით, მაგრამ არ ვთამაშობთ. არ ითამაშოთ პრეზიდენტ ტრამპთან, ეს თქვენთვის კარგი შედეგით არ დასრულდება. იმედი მაქვს, ახლა ეს იცით. ფიქრობ, გაკვეთილი ნასწავლია და ვიმედოვნებ, ეს მომავალში კარგი სახელმძღვანელო იქნება. ამავე პრესკონფერენციაზე პრეზიდენტ ტრამპს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა მას მადუროსთან დაკავშირებით კომუნიკაცია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. რუსეთმა და ვენესუელამ, ისედაც ღრმა კავშირები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გასულ წელს 2025 წელს აიყვანეს და ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ მას პუტინთან ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ ჰქონია და ასევე თქვა, რომ ის ზოგადად აღფრთოვანებული არ არის ვლადიმირ პუტინით, რადგან ის ძალიან ბევრ ადამიანს კლავს. I'm not thrilled with Putin. He's killing too many people. პუტინით აღფრთოვანებული არ ვარ, ის ძალიან ბევრ ადამიანს კლავს. ფიქრობდი, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება სხვა ომებს შორის ერთ-ერთი ყველაზე იოლი იქნებოდა, მაგრამ ასე არ არის. მათ ორივემ საკმაოდ ცუდი რაღაცაები გააკეთეს. ფიქრობ, ჩვენ პროგრესი გვაქვს, მაგრამ ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო. ეს არასდროს მოხდებოდა მე რომ პრეზიდენტი მყოფილიყავი. ყველა ამას ამბობს, პუტინიც კი ამას ამბობს. ეს ომი მემკვიდრეობით მივიღე. ეს ბაიდენის, ზელენსკის და პუტინის დამსახურებაა. მე ეს ვითარება დამხვდა და ეს სრული არეულობაა. ერთ რამეს ვიტყვი, გუშინღამით უყურე ოპერაციას, რომელიც ძალიან ზუსტი და ბრწყინვალე იყო. ამ ომში ჩვენი გენერლის მსგავსი, ჩვენი ხალხის მსგავსი ადამიანები რომ ყოფილიყვნენ ჩართული, ის დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ეს ომი ნამდვილ სისხლისღვრელ ხოცვა-ჟლეტაში გადაიზარდა. კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს თქმით, მოვლენებს განსაკუთრებული ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს, კუბაა. Yeah, look, I lived in ჰავანაში რომ ცხოვრობდე და ხელისუფლებაში ვიყო, შეშფოთებული ვიქნებოდი. ცოტათი მაინც. ეს არის მოკლედ ის გზავნილები, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ჰქონდათ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აღიქვას მსოფლიომ შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია. Independence Avenue მედიას ქართულ, ინგლისურ, უკრაინულ და რუსულენოვან ვებგვერდებზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ანალიტიკოსების შეფასებები და ასევე გამოყვებით სოციალური მედიის გვერდებზე.